და პირველ არის დასტური იმისა, რომ ადამიანს შეურიგდა უფალი და მისცა საშუალება ის აღქმული, თან დაკარგული, დაბრუნებული. და ამიტომაც ჩვენი ცხოვრებისათვის გარდა მოხდა, გარს ეცვა, აღდგა, ამაღლდა, რომ ჩვენი ისევ ცხოვრება მოგვანებია. ძალიან ბევრი სასულიერო პირებისგან თქვენ დაგონილი გექნებათ ეს და აუცილებლობაც არის ამაში ვიყოთ ღრმად დარწმუნებული, რომ თქვენ მოგებულ ომში ხართ ჩაბმული. აი მას ჩაგდო უფალმა თავისი ადამიანური ბუნება თქვენ გვასწავლა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და თქვენი დაცემული ბუნება მისცა საშუალება რომ გამხდობილიყო. რომ ის ღვთისმშობლები ჩვენში იგრძნობოდნენ და ჩვენი შემხედვარე კიდევ ძალიან ბევრი ადამიანები გადარჩა. როგორც ბიბლია თავის პირველივე მუხლებში ამბობს, რომ ღმერთმა სიყვარულის გამო შექმნა სადა დედამიწა. და სადა დედამიწის მეფედ დაადგინა ადამიანს. ხატად და მსგავსად მისცა. და ამიტომაც ადამიანს უპირველეს ყოვლისა ევალება აბქვევდეს, აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ გამოხატოს სიყვარული პირველ რიგში ღმერთის და შემდგომ მოყვას. ცოტა ამ საუკუნეებში მე ძველ წლებში არ ვიცხოვრია მე-19-18-ში, მაგრამ ისტორია ზოგადად ის ყველა საკითხული ვიცი. მაგრამ ამ 21 საუკუნემ წარმოშვა უსიყვარულობის საჭიროების დროს ყველა გვიყვარს, მაგრამ აი ნამდვილი სიყვარულს ცოტა უჭირს, რომ ფთები გაიცნოს, რომ აფრინდეს. და ეს სიყვარული შევცვალეთ მეც და ალბათ თქვენს სიმართლის მოყვარებაში. სახარების ერთი ადგილი ამბობს, რომ უპირველესად ეძიებდეს სასწაულსა, ცათასა და სიმართლესა მისცა და მერმე ყოველივე შეგეძინოსო შენ და აი ეს უფლის სამართლის პოვნა ჩვენ ერთმანეთის სამართალში გადავიტანეთ. და უფლის სამართლის პოვნა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულშია, სხვა არაფერში. ქრისტე ვინაცვა ჯვარს? ჩვენ. ვისაც ჰქონდა ძალაუფლება. ვინც იყო ძლიერი, ვინც ერეოდა იმ ხალხს. ვის მხარეს არის ქრისტე? დაჩაგული. შენ ამ მაგალით უნდა იყოს ეს. რომ დაჩაგულის მხარეს იყო. დაცემული მხარეს იყო. დააყენო ფეხზე. ეს არის შანსი რომ ვის ფეხზე დგას ის აქცია. არა, შენ სიყვარული გარ ასასრულებელი და რამდენადაც შენი ადამიანობა დაიტევს ამ სიყვარულს და ეცად რომ წამოაყენო ადამიანი. წამოყენებულს კიდევ გარკვეულწილად შეუდგე რომ ის არ წაიქცეს ისე. ამან რა დავყვებით დღეს ყველაფერს, რომ დღევანდელმა თქვენმა მიახლება მზიდა ზიარებას ამან მორჩა აღდგომა და აწი შვი ჭამე და იხარეს კი არ შეავს ეს. ეს მარგალიტი რომელიც მოგვეცა წარმოიდგინეთ რომ შენს დაცემულ სხეულში, შენს დავით შეგინებულ სხეულში შემოდის ქრისტე. ნამდვილი ქრისტე შედის. და ის შენშია და ამ დროს შენ აქედან გასული რა არც კი იცი როგორ უნდა მოიქცე. და ხო არ ემსგავსება შენი დამოკიდებულება, შენი ვითარება, ასე ვთქვათ, შენი ცხოვრების წესი იუდას წესი. თუ იმ ცოდვინი პეტრესი, რომელმაც კი ფიცით უარყო სამჯერ, მაგრამ სამჯერვე გახდა ღირსი, რომ უფალს მისთვის ეკითხა, გიყვარ მე? ისევ სიყვარულთან მომედი. თუ სიყვარული არ გამოძრავებს, თუ სიყვარული არ გაქვს, შენი სიმართლე არაფერი არა. შენი ძალაუფლება არაფერი არა. შეიძლება ხარ ძლიერი სპორტსმენი და შეიძლება მომერიო კიდევაც და დამაგდო მიწაზე. მაგრამ ვინც დავდომილ შეეწევა, აი ის იქნება უფლის წინაშე გამართლება.
მე არ ამგონია ვიცი, ვისაც გონია ცოტა სპორტთან შეხება, ვინც არის ჩემპიონი, ის ყოველთვის 7-ია. ვინც იწყებს და ჭრიალებს, მისი ის მედლები, რომ ჭრიალებს, ისაა სულ იქაჩება და პირველობა უნდა. ასე მჭირს ჩვენ მოუმზადებლად ვარჯიშის გარეშე გვინდა ჩემპიონობა და არ გამოდის ეს. ძალიან სულ მაგალითს მოგიყვანთ ახლა კიდევ ერთხელ შედარებას, რომ ადამიანები იწყებენ რაღაცა სიკეთეს კეთებას, იწყებენ თითქოს ეკლესიურ ცხოვრებას, იწყებენ რა ვიცი, ლობიერი ხდება და მერე უნდათ რომ ეს გინდა არ გინდა ვიღაცასმა მოახვიოს. ამიჯერე მე მომისმინე მე შეზე მეტი ვიცი მე დამთავრებული მაქვს ეს 30 წელია დავდივარ ტაძარში და ამ კი არ ახსენებად როგორ მოვიდნენ, როგორ აპატიეს, როგორ დააყენეს. აი საათლი როა ვედროს ვეზახი ჩვენ და ის რაც უფრო ხელი ყდისა და მით უმეტეს პოლადის ერთი ჭიქა წყალი რო ჩაასხა ის ძალიან საშინელ ხმას გამოსცემს. აი ესე ვარ ჩვენ რაღაცა ერთი ჭიქა წყალს მალ ჩაასხა ჩვენში ქრისტე დაუშვებს ამას და ჩვენ ჭრიალებს ახლა მე მადლი მივიდო მაგრამ როცა ეს პირამდე ივსება ამას დრო და გამოცდილება ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ წყლის ხმა ისმის როცა გავადრო მხოლოდ და მხოლოდ მადლი ხმის გავიგონებ სხვა არაფერს ახლა შეიძლება თქვა რომ იქნებ მოვიდა და სავსე მაქვს ეს ვედრო მაგრამ შენ რა იცი რა ხანა ვედროა ეს ის ზანდიდია ასე რომ დავფიქრდეთ არც კი გვაქვს დრო იქნებ გამოსხორებული იქნებ ეს შენი ქადაგება დღეს არის ბოლო არავინ არ იცის ეს ან ჩვენი შეხვედრაც ან ეს ზიარებას არავინ არ იცის ამიტომაც იცხოვრე როგორც უკანასკნელი დღე და შეგვიძლია 1000 ადამიანი გადარჩებაო და შეგაძლებიოთ მერთმა იყოთ ერთმანეთისთვის ხიდი თუ არ ხართ მოსიყვარულე ადამიანი ამ ხიდს ვერ გაგებთ ამიტომაც ადამიანო ქრისტიანო ქართველო მოსიყვარულე თქეიფე რა ვიცი რაც კარგია ყველაფერი იყოს თქვენთან და ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერესხის თვალიდან ამოიღე ის ბეწვი რომელიც თუნდაც შეამჩნია ვინც დამდაბლდეს იმაზეა ნათქვამი ამავდეს ვისაც პირველ ყოფა უნდაო რო გაჩვენებდა ის ყველაზე ბოლოს იქნება ასე რომ ვისაც სახურება როგორც ქრისტე მოვედიო რათა ვიმსახურო და რა ვემსახურო და რა ვიმსახურო რომ ის მოვიდა ჩვენთვის რომ ჩვენთვის ჩვენ გვასწავლო ცხოვრების წესი ასევე შენს დაეგე ვიღაცას შენ მშობლიდან დაიწყე მეუღლიდან დაიწყე შვილიდან დაიწყე მას ემსახურე იქ ისწავლე სწორი ურთიერთობა დანარჩენი თავისთავად გამოსწორდება და ამან შეგეწევათ მაცხოვარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ყოვლადწმინდანი რომელსაც თქვენ მოსახელები გვია თუ ვისაც ჩვენ მევედრებით ხშირად ერთხელ მადლობა უფალს მადლობა ადამიანებს ვინც მოგცა საშუალება ამ ტაძარში გველოცა გვეწირა და კიდევ ერთხელ ვალდებულიც ვართ ალბათ უჩვეულო ჩემთვის ძალიან ბევრისთვის პირველი წელიწადია ჩვენ უსმინდეს ვერ ვიხსენიებთ როგორც ოსას მისი სული ცხოვრება თქო გასწორებდეს კიდევ ერთხელ გაერთიანა თავის სიკვდილით მთელი ერი ეს გაერთიანება ჩვენს თავდავლობაში და სიყვარულში გამოგვეხატოს და ამაში იქნება მისი სულის ნუგეში ჩვენი საქციელის გამო კიდევ ერთხელ ღმერთს რომ ჩემ მშობელს არ მიაყენოს შეურაცხყოფა ესე დასაფიქრებელი ძალიან ბევრია სათქმელი და ამ აღრომა დღეს აი ამ სიხარულს ის მავსებს რომ ბევრი ადამიანი მოვიდა ეს დღეები და როცა ვეკითხები როგორ ხარ სად ხარ მამა ყოველ დღე მოვდივარ ყოველ დღე გვინდა რომ გამოვსვენო ყოველ დღე ფიქრობ ლოცულობ თითქოს მაგრამ ისევ თვითი სოფელი გვიზიდავს უბრალოდ
ის მცირედი მაინც შეიწირეთ ჩვენგან. ეს ძალიან გასახარია და ძალიან გასახარია რომ უფრო ახალგაზრდები ჭარბობენ ტაძარში და ზოგადად მოდიან თავარია ეს დიდები როდესაც ვია და ავიც თვითონ რაღაცას ჩვენგან მაგალითი უნდა იყოს სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ხედავენ კაცს. ისევ ერთმოთნეობა, ისევ ქილიკი, ისევ უნდა გამოიყენო. არ გამოდის ეს. გთხოვთ ამას რომ რაც გინდა გაგიკეთოთ თქვენ, ის გაუკეთეთ სხვას. თუ გინდა გაქონ, აქეთ. თუ გინდა გაგინოთ, აგინოთ, მაგრამ არ ამგონი იყოს ნორმალური. ასე რომ ყოველ მოწყალე უფალს. ხო, ერთხელ აცობრიობას ის ახავა, ისაც მეიმედება ყალინელი დღის მოგცეს სინანი. მოგცეს სიყვარული. და ეცადეთ რომ რაც შეიძლება მეტი იკითხეთ, რომ გადაარჩინოთ. მეტი კითხვა, ის კიდე წერილის და მისი გამარტებით თქვენ მოგცეს საშუალებას სწორად იცხოვრო. და ეს იქნება სიმართლე. ეს ადამიანების უბრალესობა, ვინ და თქვა ესა, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დღევანდელ დღეს ცეცხლის გარდამოსვლა ერთმანეთს ულოცავენ. და რა თქმა უნდა, ეს არის როგორც ნაკურსკი წყალი და ზეიმო ჩვენ იგივე მდგომარეობა ეს. ამ მისი გარდამოსვლა და მისი კუთხეების ლოცვა იკითხება ამ იმის. და ადამიანები ულოცავენ რომ თურმე მეორე მოსვლამ გადაიწია სადღაც. ესე იგი ჯერ კიდევ არ არის ეს ვთქვათ ცოდვა გამრავლებული ისეთი და მოვსა ერთმა საშუალება მეორე მოსვლა გადადება არაფერი იგეში არაა ჩვენთვის. ეს შენ როგორ ემზადები ამისთვის? როგორ თქვი იქნებ დღესაა შენი მეორე მოსვლა? დამთავრდა დღეს მეტი შეიძლება არც იყოს და რა გიხარია, ესე იგი რადგანაც მეორე მოსვლა გადაიდო, შენ რა გიხარია ქრისტიანი? როგორ ემზადები ამ მეორე მოსვლისთვის? ეს როგორც აქ შეგეხება თუ სოცხალი ხდები, როცა მიცვალებული იქაც შეგეხება ეს. და იმ მეორე მოსვლას იმიტომ ქვია საშინელი, რომ იმის გადახედვა არ იქნება მე რაც იქაც განვთქვათ საჯელს მოგანიჭები. და სანამ სოცხალი ხარ გამოიყენე ეს და თუ ეს ამ დროს მოიყენებ და ეს რო გაჩუქა ამას თუ ულოცავ ისალოს თუ არა და ის რო გადაიდო სადღაცა თურმე სიკვდილი არ იქნება როგორ არ იქნება ყველა ადამიანს დაუკაკურებს ხარები და მალობა ვერტო არ იცი არც იცის როდის იქნება ეს ალბათ იქაც დავიწყებდი ჩვენ რაღაცებს იქაც ჩაწყობა მოწყობა ასე რომ იფხიზლეთ სიყვარული გადაარჩენს ქვეყანას. სანამ სიყვარული იქნება, იქნებით ამ ქვეყანაზე. და იმ ქვეყანაზე გავიხარებ. და თუ სიყვარული არ იქნება, არც იქ ქვეყანად იქნები დარბე და არც ამ ქვეყანაში დავშევა რა. ორი სახელი დაიტოვეთ, ერთი აღზარჩენად, მეორე იქ სასაზღვრებად და მოგცეთ ამის ძალა და ენერგია თქვენ და ადეგი მრავლდება. ვისაც მომძანებული გაქვს ასკა ყველი, ხორცი, ვერცხი მაგით აბლა გამზადებულია გაალაგეთ და ჩვენ ვაკითხებთ და შემდგომ ერთად გავკეთოთ ორი. რა შეეხება ლოცვის კანონებს? დღევანდელი დღიდან თომას ესე კი მომავალ კვირამდე შაბათის ჩათვლით, შაბათ დილის ჩათვლით იქნება პასექის ჟამი. დილას